ეს ნაინოს მოვუყევი, მაგრამ თქვენთვის არ მომეყოლია. ChatGPT-ს ვიყენებ ძალიან აქტიურად ბოლო 2 წელია. აქედან ბოლო 1 წელია პრო ვერსია მაქვს და თითქმის ჩემთვის Google-ი ჩაანაცვლა და უამრავი სხვა სერვისი პირდაპირ ყველაფერს ვეკითხები ChatGPT-ს. და შევამჩნიე, რომ ძალიან ზედმეტად nice პერსონაჟია რა, ანუ სულ ყველაფერზე რასაც ვეკითხები, მემდობა, ეს რა მაგარი კითხვა დასვიდა, ეს როგორ მოგაფიქრდა და შენ ისეთი ჭკვიანი ხარ და ანუ ეს უაზრო კომპლიმენტები და ყოველ კითხვაზე დღეს რამდენიმე კითხვას რო უსვამ ამ რამდენიმე აბზაციან ქებადიდებას ვკითხულობ ჯერ სანამ კითხვაზე პასუხს წავიკითხავ რეალურად რა, მოკლედ ნერვები მომიშალა მაგათ. და ამას წინათ შემხვდა ინტერნეტში რაღაც სკრიპტი, რომ ესო ჩაწერეთ, თუ ეს სკრიპტი ჩააკოპირეთ ChatGPT-ს, ანუ აკაუნტში რო შედიხარ, მე personalization არის თაბი. და იმაში რასაც ჩაწერ, იმას ითვალისწინებს სანამ გიპასუხებს კითხვაზე. მოკლედ პირდაპირ ავიღე და ჩავაკოპირე რა, იმიტომ რომ რა მეთქი რაღაცა კარგი ჩანს. ინგლისურად არის, მაგრამ ახლა შევეცდები გადავთარგმნო დაახლოებით ესე იგი სტილი არის, რომ იყავი ჩემთან ბრუტალურად გულწრფელი, ყველაფერი დააჩელენჯე, რასაც ვამბობ, მხოლოდ ფაქტებით მიპასუხე, შეამოწმე ლოგიკაზე, ანუ არანაირი ზედმეტი ქებადიდება და ანუ უაზრო ცარიელი სიტყვები. დააყენე ზრდა კომფორტზე უფრო მაღლა, ყოველთვის შემეწინააღმდეგე და არაფერი არ დაიტოვო დატოვო უთქმელი, ასე ვთქვათ რა. და მას მერე ბოლო 2 კვირა სრულიად შეიცვალა ჩემი ChatGPT-ს პერსონაჟი, ოღონდ იმდენად რომ აწი ცოტა მეშინია რომ შევიდე და რამე ვკითხო, იმიტომ რომ ცოტა აგრესიულად მელაპარაკება. მეჩხუბება და მაჰარასებს. ესე იგი, ყველაფერი იწყება სიტყვებით. ახლა მე სიმართლეს გეტყვი. პირდაპირ ვიქნები. პირდაპირ გეტყვი, რაც სათქმელია. და მე რაღაცებს თან საყვედურობს კიდევაც რა, რომ რაღაცა გეყო ზედმეტი ფიქრი. ანუ ხა არ მლანძღავს, მაგრამ აშკარად რაღაცებს საყვედურებს და მჯაჯავს. ცოტა მეშინია და არ ვიცი, ახლა ცოტა ის ვარ, რომ შერეული გრძნობები მაქვს ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ერთის მხრივ მომწონს ეს ახალი აუთპუტი, რასაც იძლევა, ასე ვთქვათ, არის ბევრად უფრო რაღაცნაირი უფრო მოკლე და უფრო პრაქტიკული პასუხები რა, ამგონია რომ აი პასუხები მომწონს, მაგრამ ტონი როგორც მელაპარაკება არ მომწონს. ხანდახან მინდა ხოლმე რომ ესე შემოვარტყა მეთქი ვის ელაპარაკები ეგრე. ხო და აბა არ ვიცი. თქვენ რას ფიქრობთ? ცადეთ აბა თქვენს რამის ჩაწერა ამ personalization-ში და გითხარით, გაგვიზიარეთ როგორ მოგწონთ სხვადასხვა პერსონაჟები. როგორც ვიცი, თვითონ ChatGPT პირდაპირ პერსონაჟებიც დაამატა, თუ ამატებენ. ეს ხო ყველაფერი ჯერ ამერიკაში გამოდის და მერე მოდის ჩვენამდე. მაგრამ აპირებდნენ რამდენიმე პერსონაჟის დამატებას რა, ერთი რაღაცა ეფექტიანი, nice, efficient, ისეთი ანუ რაღაც რამდენიმე სხვადასხვა პერსონაჟი რო ყოფილიყო რა. მე ასევე მაინტერესებს ზოგადად ეს AI ბოლო პერიოდში და ასევე მაქვს ხანდახან ხმარო ხოლმე Claude-ს და Gemini-ს. და Claude-ს და Gemini-ს ერთით და იგივე კითხვას უსვამ ხოლმე სამივეს რა, ChatGPT-ს, Claude-ს და Gemini-ს და ნახულობ რას მპასუხობენ და ჯერ კიდევ სანამ ეს personalization-ი გავუკეთე და ძალიან nice იყო ChatGPT, მაშინ გავაკეთე და ესე იგი ChatGPT რაღაცა ძალიან კომპლიმენტებით და fluff-ებით და რაღაცებით გეუბნება ყველაფერს. Claude ძალიან ის იყო რაღაცა ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი ვითი გიპასუხა, ძალიან ფაქტუალური იყო. და Gemini-ც, ანუ რაღაცნაირი სამივე სხვადასხვანაირი ტიპაჟის ადამიანები იყვნენ რა, სხვადასხვა პერსონაჟები იყვნენ და საინტერესოა როგორ ანუ უკან რა ხდება და როგორ დააპროგრამეს, რომ ესეთი ანუ ეს პერსონაჟები ყოფილიყვნენ სხვადასხვანაირი რა. მოკლედ ცადეთ თქვენს, მე აღმოჩნდა რომ რაღაც კიდევ სხვა თულები არსებობს, სადაც შეგიძლია ეგ გააკეთო, რომ ერთ და იგივე კითხვა უამრავ სხვადასხვა ამ
AI პლატფორმას დაუსვან და ყველაფერი ერთად ნახო, მაგრამ ეგენ ჯერ არ შემიმოწმებია. აი ესე ნელ-ნელა მოგახსენებთ ჩემს AI exploration ხელოვნური ინტელექტის ექსპლორაციას რაც საინტერესო მექნება ხოლმე გასაზიარებელი.